მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა და 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. კუპონის განაკვეთი 5.1%-ია ფინანსის სამინისტროს ინფორმაციით. ბოლო 4 წელიწადში ეს ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთ საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებისთვის. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიმართ, რაც ასევე მიანიშნებს იმას, რომ საქართველო უკვე იმსახურებს საინვესტიციო რეიტინგს. ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი არის ორი მიმართულებით, გარდა იმისა, რომ ეს არის დამატებით მოზიდული ფინანსური რესურსი. პირველ რიგში ეს არის ქვეყნის რისკიანობის დონის შეფასება, ხოლო მეორე მხრივ ინვესტორების მხრიდან ინტერესის და ინტერესების გამოჩენა. რეალობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, მართლაც ასეთი მაღალი ინტერესი აღმოჩნდა ჩვენი სამთავრობო ობლიგაციების მიმართ. პრაქტიკულად 5.5-ჯერ აჭარბებდა შეთავაზებას ინტერესი, აზზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში და ეს ნიშნავს ცალსახად ერთ რამეს, რომ ხედავენ, რომ რისკები არის შემცირებული და ეს კუპონის პროცენტშიც აისახარო, ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებული არის ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ეს ევრობონდები და გარდა ამისა ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, სამთავრობო პოლიტიკას. სურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მიულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan-ი ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები, ვამაყობთ, რომ მონაწილეობდით ამ პროცესში, განსაკუთრებით აქტიურობდნენ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოს გულწრფელად უულოცავს საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს.